ერთხელ შევაწყეთ დღეს თავს და ამით გურჩები. ჩვენ ძალიან შევეჩვეთ რაღაც საკუთარი თავის დაბულინგებას, აი საკუთარი თავის ჩამორაში ვართ რა, რატომღაც. ჩვენ ხო ესეთები ვართ, ჩვენ ხო ისეთები ვართ, ჩვენ ხო მოღალატეები ვართ და ასე შემდეგ. მე სულაც სათვლი რომ ან მოღალატეები ვიყოთ, კი, ყველას ყავს თავის წილი მოღალატე, ყველა ქვეყანას და ყველა ერთს. ჩვენს ძალიან ბევრი ყავს, მაგრამ მოღალატეებზე და მოღალატეობაზე კი არა, გმირებზე და გმირობაზე უნდა ვიფიქროთ. რაც არ გაკეთებული ჩვენ წინაპრებს და ჩვენ თანამედროვეებს და ჩვენზე პატარა ბიჭებს, ან წუხელი ძისა არ იყოს და მრავალი მათგანის რა. აგერ თუნდაც ჩემი მეგობრის რა და ჩვენი ყველას მეგობრის ვანო ნადირაც მთელი თავის სიცოცხლე ფორმაში იყო კაცი, სამხედრო ფორმა არ გაუხდია და ბოლომდე ამ საქმეს ემსახურა, საქართველოს ემსახურა სხვა ქვეყანაში. ასე რომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ხო ესეთე, ჩვენ ხო მოღალატეები ვარ. იმ რას რა ეტაპსაც ახლა სომხეთი და აზერბაიჯანი გადის, ეს ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ გავიარეთ. ჩვენ ამის გულისთვის დავისაჯეთ კიდევაც, მსხვერპლი გავიღეთ. და ასეთი ქვეყნებისთვის, ჩვენი ძმური ქვეყნებისთვის, რასაკვირველია, უფრო გაცილებით ადვილია ახლა გზის გაკვლევა, რადგან ჩვენ მაგალითად ვართ. გესმით? ჩვენ ვართ მაგალითად, ჩვენ პირველები ვიყავით. ასე რომ მე ვთვლი ჩემი აზრით საკუთარი თავის ბულინგს უნდა მოვეშვათ რა. ჩვენ ყველაზე მეტი წნეხის ქვეშ აღმოჩნდით. პირველი ომი ჩვენთან იყო, პირველი ეთნო კონფლიქტი ჩვენთან გააღვივა რუსეთმა. პირველები ჩვენ ვიყავით, ვისაც ტერიტორიები წაართვა. 9 აპრილი ჩვენთან მოხდა და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ არავიზე მეტი შეიძლება არა ვართ, მაგრამ არც არავიზე ნაკლებები არა ვართ რა. ასე რომ დიდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენ საქართველოს და დედას მოუტყნავთ მაინც გავიმარჯვებთ რა. აი ესე იქნება ბოლოს.